მაშინდელმა ვიზიტმა მიჩვენა, რომ სომხურში და პოლიტიკაში ვითარება არც თუ ისეთი ცალსახა იყო, რაც აისახა კიდევაც არჩევნების შედეგებზე. მე მესმის, რომ საქართველოში სურვილი ჰქონდა მიზეზთა გამო, რომ იმაზე მეტი შედეგი მიეღო მართლ პარტიას და ეს გასაგებია, რატომ უკავშირდებდით ჩვენ ამ მოლოდინებს პაშინიანის გაცილებით უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას და ეს არა მარტო აზერბაიჯანთან მიმდინარე პროცესს, არამედ ზოგადად მისი პოზიციების გამტკიცებას. მაგრამ ის რაზედაც მაშინ იყო საუბარი, რომ მისი მხარდაჭერა გარკვეულწილად არ იყო თანაბარზომიერი ქვეყნის მასშტაბში, ამან კიდევაც მეორე არჩევნების შედეგებზე ასახვა პოვა. თუმცა გულწრფელად გითხრათ, დღეს, როდესაც ჩემს სომეხ კონტაქტებთან მქონდა კომუნიკაცია, თქვი კიდევაც პირდაპირ, რომ ალბათ სომხური დემოკრატიისთვის ასე ჯობდა, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას საკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოეპოვებია, იმიტომ რომ ესეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და სომხეთი, სადაც პოლიტიკური ტრადიციები არ არის გამჯდარი და არ არის თანმკვიდრებული, უპირობო ძალაუფლება ერთი პოლიტიკური ძალის ხელში უფრო ზიანის მომტანი არის, ვიდრე სიკეთის მომტანი არის. და კიდევ ერთი, გავიხსენოთ პაშინიანის კაპრემიერებიდან რამდენი ქარტეხილი გადაიტანა კონკრეტულად ამ ლიდერმა და შემდეგ პოლიტიკურმა ძალამ. ორი წარუმატებელი სამხედრო კამპანია. ჯერ შუშას განთავისუფლება და შემდეგ უკვე სტეპანაკერტის სამჟამიდელი, ხანკენდის სომხური პერსპექტივით დათმობა და აზერბაიჯანის მხრიდან განთავისუფლება. შემდეგ გამოსვლები სომხეთში, როდესაც სიმართლე რო გითხრათ, მე პირადად ისეთი განცდა მქონდა, რომ ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებდა. მაშინ რამ შეუწყო ხელი პაშინიანის ხელისუფლებაში დარჩენას და იმ შედეგის ჩვენებასაც ჩვენ ვიხილეთ. და ყოველგვარი ზედმეტი სირთულების გარეშე მინდა ვთქვა, რომ ალბათ ხელისუფლების გაადამიანურებამ, ძალიან უშუალო სახის ჩვენებამ. შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს იყო მომაბეზრებელი, შეიძლება ზოგ შემთხვევაში ეს იყო გამაღიზიანებელი, ჩვენ გვახსოვს სხვადასხვა არაორდინალური გამოვლინებები, მაგრამ მთლიანობაში ის რომ პაშინიანს და მის ხელისუფლებას ერთი რამ გამოარჩევს საქართველოს ხელისუფლებიდან, უნარი გავიდეს ხალხში. პირდაპირ ესაუბროს, თვალებში შეხედოს და ჩვენ ვნახეთ კიდევაც საარჩევნო კამპანიის დროს არაერთი უსიამოვნო ინციდენტი იყო, როდესაც შეეუნებოდნენ სათქმელს და ესაც უკან არიხევდა. ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა, რაც ჩვენ უნდა გამოვიტანოთ, რომ ხელისუფლების და ძალაუფლების არსი საქართველოში მათ შორის განსხვავებული უნდა იყოს, არა საბჭოთა ყაიდის, არა შეიძლება ბევრი საშუალო ან დიდი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი, მაგრამ ძალიან უშუალო, ძალიან ადამიანური და იმ ემოციური ინტელექტის მატარებელი, რაც შენს თანამოქალაქესთან პირდაპირ კონტაქტს განაპირობებს. ამ გაგებით შეიძლება ითქვას, რომ პაშინიანი თავის პოლიტიკურ საწყისებს დაუბრუნდა, ხო? ანუ იმ პაშინიანს, რომელიც ბოტასები და ზურგჩანქთით დადიოდა მთელი სომხეთის მასშტაბს. გასაგებია, რომ ახლა უკვე როგორც ქვეყნის პირველი პირი ამ გაგებით უკვე სხვა სტატუსით პოზიციონირებდა, მაგრამ დადიოდა, შედიოდა პატარა მაღაზიებში, რამდენიმე ინციდენტი ვნახეთ, როდესაც მისი მოწინააღმდეგე იყო ფლობელი და უთხრა, რომ აქ არ მოკრიდი არაფერსო და გარეთ გადი, მაგრამ არ ერიდებოდა. დღეს ვფიქრობდი ამას რატო აკეთებდა და ჩემს კოლეგებთან როცა ვსაუბრობდი, შეგნებულადაც აკეთებდა ამას. ძალიან სწორი პოლიტექნოლოგიური არჩევანი იყო, მსგავსი ტიპის მინი კონფლიქტების, კარგი გაგებით პოლიტიკური პროვოცირება იწვევდა მთელი კამპანიის განმავლობაში მთელი ფოკუსის მასზე გასწორებას. ის იყო საარჩევნო პოლიტიკური კამპანიის ცენტრში და სხვა კანდიდატები, რომლებიც პირდაპირ გაგებით ზედმეტად მონუმენტურიც არასწორი სიტყვა სტატიურები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ისედაც შიდა პატიმრობაში იყო, მაგრამ გარეთაც რო გამოეშვათ, ვიცით ჩვენ მისი საკომუნიკაციო შესაძლებლობები, ბევრი არც ლაპარაკი შეუძლია მილიარდერს და არც ხალხთან კომუნიკაცია. კოჩარიანი ამ ხრივ შედარებით უფრო კომუნიკაბელური ტიპი არის, მაგრამ თქვენ თქვით, რომ შეიძლება ჩვენ უფრო მეტის მოლოდინი, მე პირადად არ მქონდა, გამოგიტყდებით, თუმცა მიზანი მაინც პროგრამა მაქსიმუმი ალბათ იყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. მოდით დავაკვირდეთ იმ კონფიგურაციას, რომელიც ახლა დაჩნდა პარლამენტში 4 პოლიტიკური სუბიექტის შესვლით. მეოთხე არის გაგიკ ცარუკიანი, რომელმაც 4%-იანი ბარიერი ძლივს, მაგრამ გადალახა. დანარჩენი ორის მაჩვენებლები შედარებით უფრო დამაჯერებელია. 9 მანდატი ჭირდება
მის მონაპოვარზე დამატებით ახლა ფაშინიანს რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდეს პარლამენტში. ამბობენ რომ გაგիկ ცარუკიანი კი არჩევნებში როგორც რუსეთის სადმე უფრო ლოიალური მესეჯებით გამოირჩეოდა, მაგრამ თლაც ისეთი ზედმეტად ფუნდამენტურად ყარიც არ არის თავის პრინციპებზე, რომ სათანადო კომუნიკაციისა და ინტერესების თანხმდრის პირობებში მისმა დეპუტატებმა შეიძლება ცალკეული ინიციატივებს ხარი არ დაუჭირონ. მათ შორის თავად ბატონმა ფაშინიანმა პირველივე პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი მანდატის განახლების პირობებში, რომ ოლიგარქიის, კორუფციისა და კლანური ქსელების მიმართ კიდევ უფრო მეტად გააქტიუროს ბრძოლა და სამიზნეები, მათ შორის პირველ რიგში კარპეტიანი და მისი გარემოცვა არიან. ანუ რაღაცა ტიპის სისხლის სამართლებრივი დევნის ელემენტები წინასწარვე დაანონსდა. რა გავლენას მოახდენს ეს იმ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბებული კონფიგურაციის გადალაგებაში თავად სომხეთის პარლამენტშივე, რომელიც დღეს ასე გამოიყურება, მაგრამ პარლამენტი იმისაა, რომ ვიღაცა იქით გადავა, ვიღაცა აქით გადმოვა და ამ მხრივ ვის უფრო მეტი რესურსები და გავლენის ფაქტორები აქვს. გულახდილად გითხრათ, თავს განსაკუთრებულად ვერ დავდებ სომხეთის საშინაო პოლიტიკის ცოდნაზე, თუმცა ის რაც თქვენ თქვით, რომ მოლოდინი არ იყო, კი მე სწორედ ეს ვიზიტი რომ ვახსენე, აღმოჩნდა რომ თქვათ ერევანი არც თუ პაშინიანისადმი კეთილგანწყობით იყო და შეიძლება ეს სახალხო დიპლომატია და სახალხო პოლიტიკა უფრო რაიონებზე იყო გათვლილი, რამაც გამოიღო ის შედეგი, რაც გამოიღო. სხვა შორის სომხური საარჩევნო სისტემა, რომელიც მეტად სპეციფიკური არის, განაპირობა დღის განმავლობაში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილი არის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობამდე სხვაობა 9-დან 6-მდე დავიდა, რომ მართველ პარტიას სამოქალაქო კონტრაქტი თუ ხელშეკრულება ეხლა 64 მანდატი აქვს. გეთანხმებით, დაშვება მით უმეტეს 6 მანდატი არც თუ ისე მოურეველი ამოცანა. გეთანხმებით, ალბათ ჩვენ შეგვიძლია ასეთი დაშვება გავაკეთოთ, რომ კარაპეტიანი და კოჩარიანი უფრო შეუვალნი იქნებიან მათი გადმოსახედიდან, ცარუკიანი მეწარმე კაცი არის, უფრო ტრანზაქციური პოლიტიკისადმი არის მიდრეკილი და რა თქმა უნდა აქვს სხვადასხვა გადათამაშებები, მით უმეტეს რომ გარღვევა არც თუ დიდი არის 60-სა და 70 შორის დასაშვები არის. ერთი რამ კიდევ რაც ალბათ არა ნიშნის მოსაგებად უნდა ვთქვათ ბატონო გიორგი და არა პროტოკოლურად, რომ თავარი გამოწვევები არც მანამდე აქვს და ნიკოლ პაშინიანს და მის გუნდს, მაგრამ ეხლა იწყება, როდესაც იმ კურსის კონტექსტში და ფონზე, რაზეც მან გეზი აიღო, ეს გახადოს შეუქცევადი. მოდით მაშინ გადავიდეთ აი ამ თემაზე, შევეშვათ ახალი პარლამენტის შიგით მანდატების შემდგომი გადანაწილების პერსპექტივას, რაც ზუსტად ვიცით, არის დამოკიდებულება პუტინის და თანამედროვე რუსეთის ასეთი ტიპის მმართველებისადმი, რომლებიც მათი გავლენის სფეროდან გადიან. ფაშინიანისადმი დობით სავსე დამოკიდებულება პუტინს არც არასოდეს ქონია. თავად რუსები ამბობდნენ, რომ რა დამოკიდებულებაც მათ ყარაბაღის ომამდე და ომის შემდეგ დროს გამოავლინეს ფაშინიანისადმი, ეს იყო გარკვეული დასჯა სომხების, რომ მათ ფაშინიანი ამ ასე ვთქვათ ნარინჯის თუ როგორი ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად აირჩიეს, ხო? და ამ დასჯას გადააყოლ ეს ის შემთხვევა, როდესაც პუტინმა თავად რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი გადააფარინა მის სუბიექტურ დამოკიდებულებას ფაშინიანისადმი, თორე ასე არ მოიქცეოდა, იმიტომ რომ როცა თქვენ ბრძანეთ, რომ დიდი გავლენა მოახდინა ფაშინიანის მიერ გატარებულმა რეფორმებმა და ასე შემდეგ, ამ არჩევნებში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც იყო ფაშინიანის მხარდაჭერის განსაკუთრებით მაღალი ასაკის დემოგრაფიულ ჭრილში, ეს იყო გაბრაზება და განაწყენება რუსეთზე, რომელსაც სომხეთმა ყველაფერი მიცა, თავის სუვერენიტეტი ანაწლების განმავლობაში ინფრასტრუქტურაზე აღარ ვლაპარაკობ და რუსები სომხებისთვის კრიტიკულ მომენტში ასე მოექცნენ სომხეთს და არა ფაშინიანს. ახლა პუტინის გადმოსახედიდან ადგილზე არის მყარი მანდატის ფლობელი ლიდერი ფაშინიანი. როგორ ფიქრობთ, აი როგორ გაგრძელდება ეს და ელჩი გაწვეულია
არჩევნები ჩატარებულია, ფაშინიანი ისე პრემიერ-მინისტრი არის. რა გზას აირჩევს რუსეთი? დაელოდება მოვლენების განვითარებას თუ დააჩქარებს, დააპროვოცირებს რაღაც პროცესებს? დიახ, მე თქვენ ძალიან ზუსტად შეაჯამეთ და რამდენიმე რემარკა დამიტოვეთ მე სათქმელად, მე მიფიქრება შემდეგი რამ. პირველი რომ სომხეთის შემოტრიალება ამგვარი და ასეთი ფორმით მაინც მოულოდნელი იყო რუსეთისთვის, ამან თავისი მოულოდნელობის ეფექტმა თავისი შედეგი გამოიღო. და არჩევნებამდე რუსეთი თითქოს და ხა გონს ვერ მოიგო გადამეტებული ნათქვამი მექნება, მაგრამ ალბათ ძალთა და რესურსების გადანაწილება, გადაჯგუფება ვერ მოახდინა სათანადოდ. კი, კარაპეტიანი, ფული, ასე შემდეგ, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი, როდესაც მე ვთქვი, რომ თავარი გამოცდა ეხლა ელის ფაშინიანს და მის გუნდს, რომ ეს მოულოდნელობის ეფექტი, ეს ერთჯერადი ეფექტი სისტემას შემქმნელ მოვლენად აქციოს. აი აქ თავისთავად ცხადია ჩვენ რუსეთის მხრიდან ალბათ მიუხედავად იმისა, რომ დაკავებული არის უკრაინით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გამოწვევები ჩვენ მაინც ერთი რამ უნდა ვთქვათ, არ ვიცი ახლა მსმენელი დამეთანხმება თუ არა, რომ განჭვრეტად მომავალში რუსეთი რეგიონში მაინც დარჩება სიტყვის მკმელად და სიტყვის მკმელად არა კონსტრუქტივიზმის კუთხით, არამედ საქმის ამრევად. სამისოთ რესურსი მას განჭვრეტად მომავალში ექნება და ჩვენ არ ჩვენ და არც ჩვენმა სომეხმა პარტნიორებმა თავი ამ მხრივ არ უნდა მოიტყონ. ამიტომ აი ეხლა ძალიან არსებითი ასე ვთქვათ ეტაპი იწყება, როცა რამდენად შეძლებს პაშინიანი უკვე სისტემას შემქმნელი პოლიტიკით დაუპირისპირდეს აი ამ კონტრზომებს. ეს ერთი და მეორე, იცით რა მეფიქრება კიდევ რაც ის სპონტანურად დამებადა ეგ აზრი, ქართულ რეალობაშიც აი ჩვენ ვავიღოთ სააკაშვილის მმართველობა და ქართული ოცნების და საარჩევნო ციკლის გარეშე პირობითად რო დავყოთ პირველ ეტაპად. იყო კეთილხმოვანი გარდაქმნების ეტაპი და მერე გადადიოდა რაღაც მაგიერებაში. ასე ახასიათებდა ნაციონალურ მოძრაობას, ასე ახასიათებდა ქართულ ოცნებასაც, რომელიც პირველ წლებში აბსოლუტურად სხვა ხელწერით გამოირჩეოდა და მერე ჩვენ ვიხილეთ, რაც ვიხილეთ. აი პაშინიანის გამოწვევა სწორედ ეს იქნება, რომ აი პირველი ეტაპის შემდეგ გარკვეულწილად მან უკვე საკუთარი ფენომენი, საკუთარი ხელწერა, როგორც პატერნი, როგორც ერთგვარი ჩარჩო მოდელი დაამკვიდროს. აი ამ ხრივ ეს შეიძლება ეს სახალხოობა, შეიძლება იმპულსურობა, ზოგ შემთხვევაში თეატრალურობა და რამდენად შეიძლება გადაითარგმნოს და ეს მარტო ნიკოლ პაშინიანზე არ არის, არამედ მთლიანად მის გუნდზე, რამდენად შეიძლება გადაითარგმნოს სომხურ პოლიტიკურ ტრადიციად, ალბათ აი ამის მოწმენი იმედია ჩვენ გავხდებით. ის რა ჩვენ დაგვაკლდა ქართულ რეალობაში იქნებოდა ეს ნაცმოძრაობა თუ იქნებოდა ქართული ოცნება, რომ ჩვენ გარკვეული პოზიტიური იმპულსები ვერ გადავთარგმნეთ სისტემას შემქმნელ ჩარჩო პოლიტიკას. ბატონო ვიქტორ, სომხეთის დღევანდელ მაგალითში არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და კომპონენტი, რომელიც ახლა თქვენ იხსენებდით მიხეილ სააკაშვილის პერიოდს და ასე შემდეგ, საქართველოსთან მიმართებაში აქტიურ პოზიტიურ ფაქტორად არ მუშაობდა. ნეგატიურიც არ ყოფილა თავისთავად, მაგრამ უფრო ნეიტრალური იყო. მე მხედველობაში მაქვს დასავლეთის დამოკიდებულება იმ ცვლილებაზე, ხო? დაწყებულ ჰილარი კლინტონის ვიზიტიდან, რომელმაც ჩამოსვლის დროს თქვა, რომ ხელისუფლების ტრანზიცია აუცილებლად უნდა განხორციელდეს. შემდეგ ევროკავშირის, განსაკუთრებით გერმანიის დამოკიდებულება ამ პროცესისადმი პირადად სააკაშვილისადმი და ივანიშვილის მოსვლა ხელისუფლებაში. და ის პირველი წლები ამდენი ხნის განმავლობაში თვალის დევნება და ძალიან შეინელებული და დაგვიანებული რეაქციები. ბევრი დღეს იძახის თავად დასავლეთში, რომ საქართველოს მაგალითი გახდა გაკვეთილი და ამიტომაც ახლა სომხეთთან მიმართებაში უფრო აქტიურად და მკაფიოდ მოქმედებენ. აი სომხეთში განსხვავებით იმ მომენტში საქართველოსგან ოკუპირებულ ტერიტორიებს თუ არ ჩავთვლით, ხო? აი გიუმრის ბაზა ლეგალურ მდგომარეობაში არის. მე სულ მაინტერესებდა, როცა პუტინი იმუქრება, რომ უკრაინის მაგალითი გამეორდება და ასე შემდეგ, საერთო საზღვარი არ აქვს და რანაირად უნდა გამეორდეს ეს უკრაინის მაგალითი, ხო? აი რუსულ პროპაგანდას რო უყუროთ, ტელევიზორში ჩავთვლოთ, სულ ამას იმეორებენ არჩევნებამდე განსაკუთრებით როგორც აშინებდნენ, რომ უკრაინის მაგალითი უკრაინის, ანუ ომი. დამაინტერესა, რამდენი სამხედრო მოსამსახურეა გიუმრის ბაზაზე. ესე იგი, სულ არის 5000-მდე.
ოღონდ აქედან 2500 არ აღემატება რუსი ჯარისკაცი და სამხედრო და 2000-ზე მეტი არის სომეხი სამხედრო პერსონალი და მოსამსახურე, ვინც ინფრასტრუქტურაში არის. შემდეგ გადავამოწმე და შეუდარებლად დიდი ციფრია არა მარტო სომხეთის შეერაღებული ძალების, არამედ უბრალოდ სამართალდამცავ სტრუქტურაში სომეხი, ასე ვთქვათ, პოლიციელების, უსაფრთხოების სამსახურების და ასე შემდეგ. ძალიან არასასურველი პროპორცია არის. მე სულაც არ ვაკმნებ ხარ რუსეთის სამხედრო ბაზის შესაძლებლობებს ან რაღაცა სხვას, თუმცა ჩემი დაკნინება აღარ ჭირდება ახლა იმისთან დაემართათ, რომ საქართველოში მოქმედი პრორუსი ლობისტ პროპაგანდისტებიც კი მოთქვამენ ამას პირდაპირ ეთერში და ყველასთვის ასაჩინოა ეს მდგომარეობა. მაგრამ უძალობისაჭირთ ახლა რუსებს. ფაშინიანს აქვს პერიოდი ფანჯარა, რასაც ქვია პირველ რიგში უკრაინის დამსახურებით. ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ როგორც ჩანს ფაშინიანი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ამ სტრატეგიას, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, რაც მნიშვნელოვანია, მათი ინტერესების სომხეთთან მიმართებაში ემთხვევა აქტიურად დაუჭერენ მხარს და ვიღებთ სამხრეთ კავკასიაში აი ესეთ საინტერესო სურათს, როდესაც მხოლოდ საქართველო რჩება იმ მნიშვნელოვან, მაგრამ ხელი შემშლელ რგოლად, რომ ეს სამხრეთ კავკასიის ახალი მოდელი ჩამოყალიბდეს, რომლის ღერძიც იქნება სწორედ ორიენტირება მშვიდობაზე, გრძელვადიან სტაბილურობაზე, რის საწინააღმდეგო ინტერესებიც აქვს რუსეთის ფედერაციას. კი ბატონო. ძალიან საჭირო და აქტუალური კითხვა არის, მოდით მე ვეცდები რომ მაქსიმალურად თქვენ კითხვაზე გავიდე. თუმცა, როდესაც მე ვახსენე რუსეთის ჯერ კიდევ შემორჩენილ რესურსი დესტრუქტივიზმზე, ეს კიდევ ერთხელ მინდა ეს თეზა გავიმეორო და სომხეთთან დაკავშირებით კი თქვენ სწორედ აღნიშნეთ სამხედრო ასპექტები. ალბათ ახლა ესე პირდაპირ ინტერვენცია და ასეთ კლასიკური კონვენციური სამხედრო მოქმედებები ამ ხრივ ძალიან რთულად წარმოსადგენი არის, მაგრამ როდესაც ჩვენ საუბრობთ რუსულ დესტრუქტივიზმზე, ეს არის ინფილტრაციის შეღწევადობის რესურსი სხვადასხვა სტრუქტურებში. მე კი მართალია ნიკოლ პაშინიანმა გარკვეული გადაადგილებები ამ ხრივ გააკეთა, როდესაც გააძლიერა უსაფრთხოების სამსახური, იყო სხვა საკადრო გადაწყვეტილებები, მაგრამ ბოლომდე დარწმუნებული შეუძლებელი ალბათ ვიყოთ, რამდენად გასუფთავებული არის სომხური შესაბამისი სტრუქტურები ასეთი ინფილტრაციისგან. ეხლა ყოველ ჯერზე, როდესაც სომხეთზე საუბრობთ, ბატონ გიორგი, ჩვენ ძალაუნებურად საქართველოსკენ გამორბის ჩვენი გონება და როცა ჩვენ ინფილტრაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ შემთხვევაში უცნაური პარადოქსი მივიღეთ, რომ სომხეთში სახელმწიფო ნება მაინც არის, რომ ამას წინააღმდეგე და ჩვენთან ყველაფერი ამოტრიალებული არის ამ შემთხვევაში და ჩვენ ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ერთი არის საგარეო გამოწვევა, გარედან მომავალი გამოწვევა, მომდინარე გამოწვევა და მეორე არის შიგნიდან მომდინარე გამოწვევა, რაც აი ჩაბუდებული deep state-ის, ქართული deep state-ის ფორმით გამოიხატება, რომელიც იკვებება პოლიტიკური ფულით, გეოპოლიტიკური ფულით და კრიმინალური ფულით. აი ამის დაძლევა, ხა სადაც ჩვენ სომხურ გამოწვევებზე საუბრობთ, აი მისი მულტიპლიცირება, პროექცირება რო გავაკეთოთ ქართულ რეალობაზე, წარმოვიდგინოთ რაოდენ დიდი არის მასშტაბი, რომელსაც ჩვენ ზუსტად ვერ გავზომავთ, მაგრამ გარეგანი ნიშნებით გვექნება წარმოდგენა ეს რაოდენ დიდი და რაოდენ უკიდეგანო არის. ამიტომ ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენს აი გავითვალისწინოთ და მოდით ამაზე ვკონცენტრირდეთ ჩვენი საუბრის დანარჩენ ნაწილში. მე სომხეთის ნაწილში სიმართლე გითხრათ, თავად საფრთხე და პრობლემა პერსონალური უსაფრთხოების თემა მგონია ფაშინიანთან მიმართებაში. სომხეთს უახლეს ისტორიაში ეს სამწუხარო ტრაგიკული გამოცდილება აქვს, როცა პარლამენტში ავტომატურად გადასხრილეს. მაგრამ რაც შეეხება საქართველოს მიმართებაში მიუხედავად აი ამ საქართველოსზე მინდა ეხლა რო კონცენტრირდეთ. სიმძიმის ამ განცხადებებს, ამ შეფასებებისა, რასაც მე და თქვენ ვაკეთებთ ამ ეთერის განმავლობაში, ისეთ აი პადაღებული ფრაზა არის, ყოველი კრიზისი იძლევა შესაძლებლობების ფანჯარას და ჩვენც ამ შემთხვევაში ჩვენ თავსაც უნდა შევახსენოთ და ჩვენ დასავლელ პარტნიორებსაც, როგორც არ უნდა განვითარდეს დასავლეთის ურთიერთობები აზერბაიჯანთან, როგორც არ უნდა განვითარდეს დასავლეთის ურთიერთობები სომხეთთან, როგორც შოუკეისთან. საქართველოს რეგიონში მაინც ერთგვარ ბექ-ოფისად უნდა დარჩეს. იმიტომ რომ ჩვენ ვართ ამ სამყაროს ბუნებრივი ინტერესებისა, ჩვენ ბექ-ოფისი შეიძლება იქ ბევრი ტენდენცია ისეთი
იყოს, რაც საჩვენებელი იყოს და სადემონსტრაციო, მაგრამ გადაზღვრებისათვის, უზრუნველსაყოფისათვის ქართული ელემენტი ჩაქსოვილი რეგიონულ კონტექსტში, უბრალოდ აი ამის გარეშე ეს დასავლური ინტერესი აქ ბოლომდე ფეხს ვერ მოიჭერს. აი ეს როგორ გავაგებინოთ ახლა ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მე ვიცი რომ თქვენს კოლეგებს, თქვენს გაერთიანებაში, რომელთა შორისაც ბევრი რა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც მაღალ თანამდებობებზე იყო, დიპლომატიური გამოცდილების მქონენი არიან, ინარჩუნებენ ან კავშირებს და მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორები თქოს ეკითხებიან არასწორი სიტყვა, მაგრამ ინფორმაციას ცვლიან, ასე ვთქვათ. აი რა უნდა აუხსნათ, რა უნდა ვანახოთ და აი შეერთებული შტატების გააქტიურება ამ თვალსაზრისით, რომელსაც უკვე როგორც ჩანს, მაინც ისეთ სისტემური ინსტიტუციონალური ხასიათი მიეცა. რა პროცესს აჩქარებს? აი ბევრი გამოთქვავს მოსაზრებას, რომ ივანიშვილი და ეს ხელისუფლების რეჟიმი შევიდა იმ ფაზაში, როდესაც მანევრირების სივრცე ძალიან შეეზღუდა, იქით რუსეთი, აქეთ ირანი თავისი აქტიურობით და იმ მოლოდინებით და ვთქვათ, რომელიც აქვთ ამ ხელისუფლების მოქმედებებთან მიმართებაში და იქით უკვე შეერთებული შტატები, რომელიც კი ამბობენ ესენი, რომ ჩამოყალიბდეს ამერიკას რა უნდა ჩვენთან რეგიონში და ჩვენთან მიმართებაში და ამერიკა ჩამოყალიბდა, მანამდე როგორც ჩანს არაოფიციალურად მიცეს ის ჩამონათვალი, მე უკვე საელჩოს მეშვეობით ოფიციალურადაც გამოაქვეყნეს, რა ვიცი, წერა-კითხვის უცოდნიერები ისინი არ არიან ამდვილად, ხო? აი რა რესურსი აქვს, ან სურვილი თუ აქვს თავად ივანიშვილის ხელისუფლებას გაითვალისწინოს, თუნდაც ნაწილობრივ ეს მოთხოვნები იმისთვის, რომ ჩემი აზრის მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი შეერთებული შტატებისა რამენაირად გაანეიტრალო. ესე იგი, პირველ რიგში გახშირებული კონტაქტები ბოლო პერიოდის ეს არ არის ცუდი ნიშანი, დავიწყოთ ამით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამერიკული და ზოგადად დასავლური ინტერესთა რადარებიდან ბოლომდე ჩამოწერილი არ ვართ. კი, გასაგებია, რომ პირველი რიგიდან გადავინაცვლეთ სადაც უკანა რიგებში, მაგრამ ესეც ამ შემთხვევაში არც თუ ამ ვითარებაში არც თუ ცუდი შედეგი არის, ეს ერთი. ამ ხრივ რომ ოპტიმიზმი გავიღვიოთ საკუთარ თავში. მეორე ელემენტი ამერიკამ პრინციპში გამოკვეთა თუნდაც ბოლო ვიზიტის დროს მისი ინტერესები, როდესაც თქვა, რომ მე მჭირდება ინვესტიციები ქვეყანაში, კომერცია, უსაფრთხოების საკითხები და მავნე გავლენებისგან ძალისხმევა, თავის არიდებაზე ძალისხმევა. ამის წინაპირობა არის დათქვა პოლიტიკური სტაბილურობა, ასვაშო ეს ფრაზა, რომელსაც ძალიან ასდა განსხვავება მოყვა და ისეთ ვითარებაში აღმოჩნდით, რომ თვითონ განცხადება იმდენად თავისებური იყო და სპეციფიკური, რომ ორივე მხარე, როგორც სახელისუფლო, ასევე ოპოზიციური იმ მონაკვეთებს კითხულობდა და ციტირებდა, რაც მას აწყობდა. თუმცა ამის ასეთი ინტერპრეტაციის საშუალება თვითონ ამერიკელებმა დაგვიტოვეს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ პლუსად გვაქვს ის, რომ ვიცით მათ რა უნდათ ჩვენგან. ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯი არის. ყოველ შემთხვევაში ეს არის დეკლარირებული ამოცანა. ეხლა ჩვენ რა უნდა დავუხვედროთ მათ არგუმენტად, რომ ეს ინტერესები შესრულდეს და ინტერესები შესრულდეს არა მარტო მათი გადმოსახედიდან, არამედ ის, რომ ინვესტიცია ჩვენ გვჭირდება, ის რომ უსაფრთხოების განმტკიცება გვჭირდება, ის რომ კომერციული კავშირების განმტკიცება გვჭირდება, ეს ალბათ ქართულ ინტერესებში შედის. ჩვენ თავარი ორი რამ, რაც უნდა ალბათ შეიძლება სხვა არგუმენტებიც იყოს, არის ის, რომ რაოდენ არ უნდა ვადეკლარირებდეთ ჩვენ ამერიკელები ყოველ შემთხვევაში ამ ინტერესებს, ნებისმიერი ინტერესის შესრულება მოითხოვს ქართული მხრიდან სათანადო მოქმედებებს. სათანადო მოქმედებები ვერ იქნება უნდობლობის და არაპროგნოზირებადობის პირობებში. ეს არის ალბათ მთავარი კონტრარგუმენტი, რაც ქართულმა ოპოზიციურმა აზრმა უნდა დაუპირისპიროს ამერიკულ აზრს, რომელიც ეცდება, რომ ტრანზაქციურობა გადაიყვანოს ქართულ ოცნებასთან ისეთ სიბრტყეში, რომელიც ჩვენთვის შეიძლება იყოს ბოლომდე არც თუ მისაღები. ამიტომ ეს არის არსებითი ელემენტი, რომ ნებისმიერი ასეთი ურთიერთობა სტაბილურად შეიძლება იყოს მხოლოდ ნდობით და პროგნოზირებადობის მაღალი ხარისხით აღჭურვილი ხელისუფლების პირობებში. ის რაც ნდობა არსებობს და პროგნოზირებადობის კუთხითაც პრობლემაა აკლია. კიდევ ერთი ელემენტი, რაც ყოველ შემთხვევაში კერძო საუბრებში მე ხშირად განვითარებ ამ თემას და ეს მგონია მე არა ვარ ახლა განსაკუთრებულ უმცირესობაში. რაოდენ არ უნდა იყოს მაღალ ეშელონებში სურვილი ხელის ჩამორთმევისა და ამ ყბადაღებული ტრანზაქციურობისა, ამერიკელმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ ერთი რამე, რომ ნებისმიერი შეთანხმება
ხელისუფალთან. მიუხედავად ლეგიტიმაციისადმი შეკითხვებისა, იქნება მყარი, შეუქცევადი მხოლოდ ერთ შემთხვევაში. თუ ეს ხელისუფლება დაალაგებული იქნება საკუთარ მოსახლეობასთან, ექნება ნდობა და მხარდაჭერა საკუთრის საქართველოს მოსახლეობის მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი ასეთი შეთანხმება იქნება ძალიან მყიფე, ძალიან ვთქვათ short termismზე, მოკლე ვადაზე გათვლილი, ამიტომ თუ ჩვენ ვართ კეთილმოსურნე პარტნიორები და მოსაუბრეები ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, ჩვენ აუცილებლად ამის შესახებ უნდა ყოველ შემთხვევაში, ყოველ ჯერზე უნდა შევახსენოთ. თუ ქართულ ოცნებას ამის რესურსი არ აქვს და ჩვენ ვხედავთ, რომ ქართულ ოცნებას ამის რესურსი რეალურად არ აქვს, იმიტომ რომ ბოლო ვიზიტის შემდეგ ჩვენ ვნახეთ ის შეფასებები, რაც იგივე პრემიერ ყობახიძემ გაახმოვანა, ეს შეფასებები და განცხადებები სიმართლე რო გითხრათ, მყარ ზრახვებზე ან მზაობაზე რომ რეალურად გადატვირთვა მოხდეს ამ ურთიერთობებში, ამაზე არ მოწმობს. ამიტომ მაშინ უნდა დადგეს დღის წესრიგში სხვა საკითხი. თუ ეს ხელისუფლება ვერ არის სათანადო ჭირისუფალი არა მარტო ქართული ინტერესებისა, არამედ ქართულ ამერიკული ინტერესებისა და ქართულ დასავლური პარტნიორობისა, მაშინ მას უნდა ჩაენაცვლოს სხვა ხელისუფლება, რომელიც ნდობის მაგდათით იქნება აღჭურვილი, იქნება გამორჩეული პროგნოზირებადობით, სტაბილურობით, კომპეტენციით, ცოდნით და იმით, რომ სწორედ ასეთ პარტნიორთან ჩამორთმეული ხელი და გაფორმებული შეთანხმება იქნება ყველაზე მყარი, ყველაზე სტაბილური და ყველაზე გრძელვადიანი. ესეც ალბათ იცით, შემთხვევაში ჩვენ კომპლექსი აზროვნების კომპლექსი უნდა შევცვალოთ ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან, რომ არა მარტო ჩვენ ვიყოთ მომხმარებელი მათი ნაზრების, არამედ ჩვენ კარნახობდეთ როგორ არის უმჯობესი, როგორ არის სწორი და როგორ არის გამართული. ნუგონია ჩვენ რომ ჭეშმარიტების წყარო ყოველთვის მეორე მხარეს არის ჭეშმარიტების წყარო და ეს თქვა ერთგვარი შემშველებელი აზროვნების კუთხით შეიძლება ჩვენ მხარესაც მოიძებნოს. აი მე თქვენს ამ დათქმაში თუს ამოვაგდებდი ჩემი მხრიდან და თუ ეს ხელისუფლება არ არის საქართველოსა და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების და ქართულ-დასავლური ურთიერთობების ჭირისუფალი და ასე შემდეგ, ამ თულს უკვე ამოვრიცხავდი და ვიტყოდი, რომ არ არის. იმიტომ რომ ნახეთ, ემპირიული დაკვირვებით, გამოცდილებით საკუთარ ტყავზე და ამ ქვეყნის ბედზე დაკვირვების შედეგად შემიძლია დიდი ალბათობით კი არა, დაჟინებით დავარწმუნო ნებისმიერი არგუმენტირებულად, რომ არ არის. მაგრამ ეს ჩემი პოზიციაა. თუ დაუშვათ, რომ მივიდა ამ დასკვნამდე მათ შორის შეერთებული შტატები. რა მექანიზმები, ბერკეტები, ინსტრუმენტები აქვს იმისთვის, რომ მისი ლეგიტიმური ინტერესები რეგიონში უფრო აქტიურად იყოს რეალიზებული საქართველოშიც და საქართველოში ამ სიტყვის მთქმელმა სურვილის მქონე ადამიანებმა, პოლიტიკურმა ჯგუფებმა რა უნდა გააკეთონ საიმისოთ, რომ თქვენ რო თქვით, რომ ჭეშმარიტება ყოველთვის ვთქვათ, იქ შეიძლება არ იყოს და აქედანაც უნდა გაიგონონ. აი ეს ხმა როგორ უნდა გააგონოს აქედან ოპოზიციამ? რა ნაბიჯები უნდა გადადგას ოპოზიციამ, რომ იქ ძალიან მაღალი, ასე ვთქვათ, სოფლიოს პოლიტიკური ცენტრის პიედესტალიდან დაუშვათ, ხო? რომ აი ეს საქართველო უბრალოდ დანახული კი არ იყოს, ამ საქართველოდან წამოსული სიგნალი და ხმა მივიდეს ყურამდე პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებებისა. მას შემდეგ რაც ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ უნდა გამოვიდეთ არასრულფასოვანების კომპლექსიდან და ჩვენი ძალებისა და ჩვენი ინტელექტისა და ჩვენი თავმოყარების უნდა ვირწმუნოთ და დავიჯეროთ, ალბათ ეს იქნება ერთგვარი მენტალური ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენ გაგვიოლებს ურთიერთობას მათთან. ასე კიდევ ერთხელ რომ ხაზი გაუსვათ, რომ წარმოვიდგინოთ ერთი წამით, რომ მიუხედავად აი ამ მცირე რესურსისა, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი რეგიონულ წესრიგში და არა მხოლოდ მოხმარებელი და ამ მხრივ ის ინსტიტუციური მეხსიერება, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს ქონდა და დღესაც შემორჩენილი აქვს დღიდან მისი დამოუკიდებლობის აღდგენისა, სწორედ აი ეს ბექ ოფისი, რომელიც მე ვახსენე და ის ემოციური ბმა დასავლეთთან ძალაში არის, ჯერჯერობით არც ასულა, ვინაიდან მომიწყენენ სომეხი კოლეგები და მით უმეტეს ჩვენი კოლეგები აზერბაიჯანში, ამ მხრივ ჩემი აზრით დასავლურ ცივილიზაციასთან მეტი სიახლოვე აქვს ქართულ პოლიტიკურ თემს, ქართულ საზოგადოებას, ეს არის დროით, წლებით და გამოცდილებით გამოწვრთობილი ურთიერთობა.
და ჩვენ არ უნდა მოგვერიდოს, რომ ჩვენ თავს გამოვუთხდეთ ამ სიძლიერეში, ამ უპირატესობაში და ეს უპირატესობა კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. ეს ერთი გარემოება. მეორე, ნებისმიერ შემთხვევაში ის რომ რეგიონში იქმნება დასავლური სარტყელი, ეს ძალიან არსებითი არის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ბოლო ვიზიტი ვახსენეთ და შემდეგ უკვე კონგრესში გამართული ეს კითხვა-პასუხი ვილსონსა და რუბიოს შორის, როდესაც საუბარი იყო გეოპოლიტიკური კურსის შეცვლაზე, ეს შემთხვევითი აქცენტი არ არის, იმიტომ რომ საქართველოს მხრიდან საგარეო კურსის შეცვლა აუცილებლად იმოქმედებს საშინაო პოლიტიკაზე. ეს არ არის ორი ისეთი კატეგორია, რომელიც შეიძლება ერთი რეჟიმში იყოს და მეორე რეჟიმში. ასე რომ ეს ყველაფერი ის პლუსები, რომლებიც აუცილებლად გამოსახენებელი არის და ჩვენ ამაზე მოურიდებლად უნდა ვსაუბრობდეთ, როგორც საკუთარი თავის მისამართით, ასევე იმ პროცესების აღსანიშნად, რომლებიც ჩვენს ირგვლივ მიმდინარეობს. ეხლა მივადექით ყველაზე სუსტ წერტილს ჩვენ მხარეს, ეს არის როგორ შეიძლება ქართულმა ოპოზიციამ ისაუბროს. ეხლა არ დავკავდები ბანალური ფრაზებით, რომ ერთობა და ასე შემდეგ და ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენა, იმიტომ რომ ეს შეიძლება ცოტა ეს თქვა თვითრეკლამად ჩამეთვალოს, მაგრამ ქართული ოპოზიცია აუცილებლად უნდა გაერკვეს ბატონ გიორგის საკუთარ თავში. ის პროცესები, რისი მომხრენი ჩვენ ახლა არის, მოწმენი ჩვენ ვართ, ძალიან ცუდად მოქმედებს მათ იმიჯზე და რეპუტაციაზე, პირველ რიგში არ ემსახურება ქართველი ამომრჩევლის მხრიდან და საზოგადოების მხრიდან საკუთრივ ოპოზიციისადმი სათანადომდობის გაჩენას. არა იმიტომ, რომ პროტესტისადმე წასულა, არა იმიტომ, რომ ოპოზიციური განწყობები არ მძლავრობს საზოგადოებაში, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ოპოზიციური განწყობა, ნებისმიერ შემთხვევაში ამას სჭირდება პოლიტიკური მთარგმნელი. ჩვენ ისეთი მოვლენის მოწმენი ვართ, როდესაც ვერც პარტიები ჩაანაცვლებენ ბოლომდე მოსახლეობას, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებსაც აუცილებლად უნდა შევახსენოთ რა, რომ ვერც პოლიტიკური პარტიები ვერ ჩაანაცვლებენ მოსახლეობას, როგორც ვთქვი და ვერც მოსახლეობა ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს. ეს არის ურთიერთშემავსებელი პროცესი. ამიტომ აქაც ზომაზე მეტი მოლოდინის გადატანა ოპოზიციური პარტიის მხრებზე, ჩემი აზრით, იქნება ძალიან ბანალური მოლოდინი. ყოველ შემთხვევაში არც თუ სრულფასოვანი. საქართველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა სულად უნდა გაითვითცნობიერონ პოლიტიკურ პროცესზე. თანაბარი ტვირთი და პასუხისმგებლობა ასევე მათ მხრებზე არის. გადის მათ კრიტიკულ აზროვნებაზე, პროცესების ობიექტურ შეფასებაზე, რომ არავითარ შემთხვევაში ისინი არ შეიძლება იყვნენ მაყურებლები და მომხმარებლები სხვისი მხრიდან რაღაც პოლიტიკის კეთებისა. მათი მოსახლეობის მხრიდან, მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში, უკომპრომისოდ აზრის დაფიქსირება ალბათ იმ ტრანსფორმაციის მომასწავლებელი არის, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ, ქართული სახელმწიფო სისტემას შემქმნელ ერთ სახელმწიფოდ უნდა გარდაიქმნას, როცა ცნება პოლიტიკური ქართველი იქნება აბსოლუტურად სხვა დატვირთვის მატარებელი, არა საარჩევნო ყულაბასთან მიმსვლელი და საარჩევნო ბიულეტენის ჩამგდები, არამედ არჩევნებიდან არჩევნებამდე აქტიური თანამონაწილე ქართული პროცესისა, იგივე სტატუსით, როგორც ქართული ოპოზიციური პარტიები არიან. გავბედავ და შეგეკამათებდით ამ თეზაში, იმიტომ რომ ცხადია საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისაც საქართველოს პასპორტი უდევს ჯიბეში და გული უძგერს შესაბამისად, თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის მომავალზე, მათ შორის პოლიტიკურ რეალობაზე. თუმცა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების მიმართ პოლიტიკური პროცესზე პასუხისმგებლობა, ჩემი აზრით, გაცილებით უფრო დიდია და მეტია. რაც უფრო მეტი დრო გავა ამ ტიპის მოდელსა და რეჟიმში ცხოვრების, საქართველოს რიგით მოქალაქეს სურვილის მიუხედავად, მით უფრო მეტი დამაშინებელი და დამაბრკოლებელი, შემაკავებელი ფაქტორი გაუჩნდება, იქნება ეს ძალისმიერი თუ ფინანსური თუ სამსახურებრივი, ადამიანური, ოჯახური, რომ თავი შეიკავოს ღია საჯარო პოლიტიკური აქტივობისაგან. ამიტომ დრო ამ ნაწილში თუ ეს რეჟიმი ნარჩუნდება ამდაგვარად, ჩვენნაირად მოზრუნე ხალხზე არ მუშაობს. ჩემი სუბიექტური აზრი ასეთი არის. ამ მომენტისათვის არის ზუსტად მოლოდინი ძალის პროექცირების ოპოზიციაში, რომ ამ ხალხს გაუჩნდეს კრიტიკული მომენტისთვის არა მარტო მზაობა, არამედ გაბედულება, რომ აი ეს ოპოზიცია კარგად კოორდინირებული, კარგად ორგანიზებული, არა ერთი, მაგრამ
გაერთიანებული რაღაც მნიშვნელოვანი პარტიული და ეროვნული იდეის გარშემო შეძლებს დიდი გარღვევის მიღწევას. დღევანდელ სიტუაციაში ამ მხრივ არსებობს სერიოზული დეფიციტი, როგორც ასეთი ერთის მხრივ იდეების, მეორეს მხრივ ამ იდეების დამთხოვის ამ პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. რას აკეთებთ თქვენ, როგორც ახალი პოლიტიკური მოძრაობის დამფუძნებელი იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც უკვე რასაც ვადევნებ თვალს ახალ ამბებს, საკმაოდ ინტენსიურად მუშაობთ ინტელექტუალურ დონეზე, განსაკუთრებით პროგრამული თემატური მიმართულებებით და ასე შემდეგ, რომ რაღაცა თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ ამ დეფიციტის შევსებაში და რასაც თქვენ ამბობთ მენტალურ რევოლუციაში, ხო? ალბათ ეს მენტალური რევოლუცია სწორედ პოლიტიკური ლიდერების და მოაზროვნე ამ მხრივ პასუხისმქონე ადამიანების მიერ მოდიოდა ყოველთვის ნებისმიერ საზოგადოებაში და ხა ქართველები ამ მხრივ გამონაკლისები ვერ ვიქნია. ეხლა ეს კითხვა ბუნებრივად მის წინა კითხვას და ჩვენს დისკუსიას, სადაც თქვენ შედარებითი განსხვავებულობა დააფიქსირეთ თქვენი აზრის და მე აბსოლუტურად მესმის. მე კიდევ ერთხელ მინდა განმარტო, რომ რა თქმა უნდა მოსახლეობას და ოპოზიციურ პარტიებს განსხვავებული ფუნქციონალური დატვირთვა აქვს, მაგრამ მე მაინც ჯერა რომ თანამონაწილეობა პროცესში პასუხისმგებლობის შენი ხვედრითი წილის აღება, როგორც ოპოზიციური პარტიების მხრიდან, ასევე მოსახლეობის მხრიდან, ამორჩევის მხრიდან, სწორედ იმ მომავალი ქვეყნის კონტურების ხელშემწყობი არის, რომელიც სიჯანსაღითა და განორმალურებით უნდა გამოირჩევოდეს. აი ეს იყო ჩემი პასუხის დედააზრი და რახან ჩვენ გადმოვედით ახლა ამ შეკითხვაზე, რომელიც ჩვენს ინიციატივას საქართველოს ეხება. აი ხელწერაში ბატონო გიორგი სწორედ ამის დამკვიდრებას ვცდილობთ, რომ განსხვავებით რიგი ოპოზიციური პარტიებისგან ჩვენ მოსახლეობას და თანამოქალაქეებს ვესაუბროთ არა მენტორული ტონით, არამედ თანამონაწილის ტონით. მათი აზრის მოკითხვა, მათგან უკავშირის გათვალისწირება, მათი ემოციური და ინტელექტუალური ჩართულობა პროცესში არა მარტო ჩვენს ინიციატივას უწყობს ხელს საკუთარი პოზიციების განმტკიცებაში, არამედ ზოგადად ქართული პოლიტიკური და საზოგადოებრივი კულტურის განვითარებაში. ეს რაც შეეხება ხელწერას და მე ყოველგვარი მოგზაურობის გარეშე ვიტყვი, რომ დღემდე ეს პროცესი არც თუ წარუმატებლად მიმდინარეობს. რაც შეეხება უფრო სხვა, მოდი ასე ვთქვათ, სისტემას შემქმნელი პოლიტიკის საკითხებს, დიახ, ჩვენ პრეტენზია გვაქვს ინტელექტუალურ პოლიტიკაზე, დიახ, ჩვენ პრეტენზია გვაქვს იმაზე, რომ ხანდახან ჭარბად შეიძლება ზოგისთვის ჭარბად აკადემიურები ვიყოთ მიდგომაში, მაგრამ მე ფიქრობ, რომ ინტელექტუალური შიმშილი და აკადემიური ეს სიცარიელე არის სწორედ ის დანაკლისი, რომელიც არ უწყობს ხელს ქართული პოლიტიკური აზრის განვითარებას და სხვადასხვა ხედვები, რომლებიც ჩვენ სხვადასხვა მიმართულებებით შევიმუშავეთ და უკვე მე რამდენი კვირა არის ჩვენ უშუალო შეხვედრებს ვატარებთ სწორედ იმ თანამონაწილეობის პრინციპიდან გამომდინარე, რაც მე აღვნიშნე, უჩვენებს ერთს, რომ ჩვენი საუბარი არა მარტო ცვლილებების აუცილებლობაზე არის კონცენტრირებული, არამედ ცვლილებების შემდგომ პროცესებზე, თუ როგორი იქნება სურათი, როგორი იქნება კონკრეტული დარგი თუ მიმართულება, მას შემდეგ რაც ზოგად ეროვნულ მასშტაბში მოხდება ჩვენთვის ეს ოდენ საჭირო ცვლილებები. მე მგონი აი ამ სურათის აქცენტს აკეთებთ შინაარსზე შეთავაზების, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩემგან არ გესწავლებათ, რომ პოლიტიკა შინაარსთან ერთად მოქმედება ამ შემთხვევაში და რას აკეთებთ იმისთვის, რომ ეს მართლა ძალიან საინტერესო ადამიანების პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის ადამიანების ერთობა ინტელექტუალურ პოლიტიკურ კლუბად არ დარჩეს და პოლიტიკური პარტიის უნარებითაც აღვიჭურვოს, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირების კონტექსტში, როგორიც არის ქართული ოცნება. მესმის თქვენი სურვილიც ჩვენი მისამართი მოწოდებაც პირველ რიგში როცა შინაარსზე საუბრობთ, სწორედ შინაარსის უკვე დანახვა განაპირობებს მოქმედებასაც. ამიტომ მოქმედება და შინაარსი ხვალინდელი დღისა ჩემი აზრით და ჩვენი აზრით არის განუყოფელი. ამიტომ შინაარსის ჩვენებით ჩვენ უფრო მეტ ასე ვთქვათ მზაობას განვაპირობებთ მოქმედებისადმი. ამიტომ ეს არის კიდევ ერთხელ ვამბობ აი ამ მიდგომის ერთ-ერთი არსებითი. რაც შეეხება პრაქტიკულ მოქმედებებს, მე ვთქვი, რომ ეს არის უშუალო შეხვედრები, ეს არის კონცეპტუალური დოკუმენტების გაცნობა. ეს არის ის ხელწერა, რომელსაც ჩვენ გავაგზავნებთ, რომ არ გადავიქცეთ ტრადიციულ
ქართულ პოლიტიკურ პარტიად, არამედ შევინარჩუნოთ სტარტაპული კულტურა, რაც სხვადასხვა მიდგომებში ალბათ სულ ახლო მომავალში იქნება გამოხატული თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში, ასე მაგალითად რეგიონებთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს განსხვავებული აზრი და მიდგომა და ეს არ არის მხოლოდ აზრი, არამედ ეს არის კონკრეტულ მონახაში გატარებული მოსაზრებები. მოკლედ ვეცდებით, რომ ქართული პოლიტიკური დღესასრიგი არა მარტო შინაარსობრივად, არა მარტო კონცეპტუალურად, არამედ მოქმედებით, აი მოდუს ოპერანდის თვალსაზრისით სულ სხვა სიფრთხეში გადავიტანოთ. რამდენად გამოვა ეს სხვა საკითხი არის. მე აქვე ვიტყვი თქვენი ეთერის მეშვეობით, რომ 28-ში ჩვენ გვაქვს დამფუძნებელი ყრილობა და ალბათ ეს დამფუძნებელი ყრილობა ერთგვარი ფორმალური მწვანე შუქი იქნება, რომ სიახლები ჩვენ რეალურ ცხოვრებაში გადმოვიდეთ. ამხრივ ამ სიახლებზე უფრო მეც საზოგადოება შეიტყობს კიდეც ამ ყრილობიდან მის შედგენილ პერიოდს.